კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ ოპოზიციის ლიდერებს პოლიტიკური დაკვეთით დევნიან. ირკვევა, რომ პარლამენტის დეპუტატ ნიკა მელიას კონსტიტუციით მინიჭებული იმუნიტეტი მოუხსნეს ტყუილების საფუძველზე. პარლამენტში მიმდინარე მსჯელობისას იმუნიტეტის მოხსნა პროკურატურამ დაასაბუთა ევროპული სასამართლოს პრაქტიკიდან მოყვანილი 4 кейსით. უმრავლესობის წევრებმა კი ეს кейსები ბრმად გაიზიარეს და მათი კოლეგა პოლიტიკური რეპრესიებისთვის გაწირეს. თუმცა ახლა გაირკვა, რომ ზემოთხსენებული 4 შემთხვევიდან 1 საერთოდ ტყუილი იყო, დარჩენილი 3 ოდნავადაც არ გავს ნიკა მელიას საქმეს. სკანდალურ განცხადებას მეოთხე პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი და იურისტი ანა ნაცვლიშვილი აკეთებს, რომელმაც პროკურატურის მიერ წარმოდგენილი 4-ვე მაგალითი დეტალურად გაშიფრა და საგამოძიებო უწყება ტყუილში ამხილა. რას ნიშნავს ეს ახალი გარემოება ნიკა მელიას საქმეში? თემაზე საუბარს ეკა გაგუა განაგრძობს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილმა თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა დღეს გამოაქვეყნა განცხადება სოციალური ქსელით. ანა ნაცვლიშვილი წერს იმ შეუსაბამობებზე, რომელიც მან აღმოაჩინა პროკურატურის მიერ პარლამენტში გაგზავნილ წერილში. საუბარი არის იმ წერილზე, სადაც საგამოძიებო უწყება პარლამენტის დეპუტატებს თხოვს, რომ მათ მოუხსნან იმუნიტეტი ნიკა მელიას. ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ მან შეისწავლა ეს საქმეები, რომელზეც საუბრობს პროკურატურა. საგამოძიებო უწყებას აქვს მოყვანილი მაგალითები ევროპული სასამართლოდან, ანალოგიები, როგორც პროკურატურა აცხადებდა ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით. თუმცა ანა ნაცვლიშვილი წელს, რომ ამ მაგალითებიდან თითქმის არც ერთი არ ემთხვევა ნიკა მელიას საქმეს. ერთ-ერთი მაგალითად საერთოდ ბუნებაში არ არსებობს, დანარჩენები კი შემხებლობაში არ არის ნიკა მელიას საქმესთან. ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ მან სხვა ბევრი დარღვევაც აღმოაჩინა საქმეში და ზოგადად ამ საქმის სამართლებრივ რაკურსში განხილვა შეუძლებელია. ასე აცხადებს ანა ნაცვლიშვილი. დოკუმენტი შედგება მხოლოდ და მხოლოდ 4 გვერდისგან, არ გააჩნია არანაირი სტრუქტურა, რაც უფრო მნიშვნელოვანია იმის დასასაბუთებლად, რომ მელიას მიმართ უნდა იყოს გამოყენებული პატიმრობა. დოკუმენტში მოყვანილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან პრეცედენტები, რომ აჩვენონ, რომ ევროპული სასამართლო ასეთ შემთხვევებში ეთანხმება პატიმრობის გამოყენებას. ამ კონტექსტში აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი საქმე, რომელიც ციტირებულია დოკუმენტში, საერთოდ არ ეხება აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სტანდარტს, ეს არის წამებასთან დაკავშირებით მიღებული საქმე და ეხება არასათანადო მოპყრობის სტანდარტებს და არა პატიმრობის შეფარდების საქმეს. მეორე საქმე, რომელიც არის ციტირებული, არის შეცდომით ციტირებული, ასეთი საქმე არ იძებნება ევროსასამართლოს პრაქტიკაში. მითითებულია კონრადი იტალიის წინააღმდეგ, საქმეს ჰქვია კონტრადა იტალიის წინააღმდეგ. ეს არის ძალიან სერიოზული შეცდომა, იმიტომ რომ დოკუმენტის სახელი არის მისი იდენტობის უმნიშვნელოვანესი ნაწილი. და ეს შეცდომები აჩვენებს დოკუმენტი რამდენად ზერელად, ნაჩქარევად და გაუმართავად არის შესრულებული. სხვა საქმეები, რომლებიც ციტირებულია, მათი ფაქტობრივი გარემოებები მნიშვნელოვნად განსხვავდება განსახილველი საქმის ფაქტობრივი გარემოებებისგან და შესაბამისად მათი მოყვანა დოკუმენტში არის არარელევანტური. ანა ნაცვლიშვილის ამ განცხადებასთან დაკავშირებით ჩვენ დღეს ასევე ვესაუბრეთ თავად ნიკა მელიას, რომელიც მიმართავს თავის კოლეგებს უმრავლესობიდან და მოუწოდებს, რომ მათ ელემენტარულად შეკითხვა დაუსვან მთავარ პროკურორს თადუმაძეს იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რომელიც ანა ნაცვლიშვილმა გამოავლინა. ის აცხადებს, რომ ის თავიდანვე იყო დარწმუნებული, რომ ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული საქმე და რომ ამას სამართლებრივ პროცესებთან არანაირი შეხება არ ჰქონდა. შემცხვა მართლმაგივრად მაშინაც ვცხოვრობდა, როდესაც იქ ვიყავი მათაც ვთქვათ, იმიტომ რომ ჩანდა ხელშესახებად, რომ დიდ ნაწილს არ უნდა იმის კეთება, რასაც აკეთებდა. ახლა რაც ანა ნაცვლიშვილმა გაასაჯაროვა, ეს ჩემთვის უფრო ტრაგიკულია, ვიდრე კომიკური, იმიტომ რომ ეს ადამიანები კვლავ დეპუტატები არიან. ძვირფასო დეპუტატებო, ერთი წამით რომ დაგიჯეროთ, რომ თქვენ შესტომაში იყავით შეყვანილნი ბიძინა ივანიშვილის მიერ ან გენერალ პროკურორი თადუმაძეს მიერ, ერთერია მაინც. აი ახლა მაინც აი ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ ხომ უნდა გამოხვიდეთ და პასუხი მოსთხოვოთ როგორც მინიმუმ გენერალურ პროკურორს. რა გამიკეთე, რა მდგომარეობაში ჩამაგდე, რატომ მაკადრე, ეს ქვეყანა მართლაც რაღაცა კინოს გადასაღები პავილიონი არ არის და ამ კინოს გადასაღებ პავილიონში თქვენ უბრალოდ მსახიობები ხო არა ხართ, დეპუტატები ხართ და თქვენი სახელი და გვარები ისტორიას დარჩება და
მე უფრო გულშემატკივრობთ მე მგონი თქვენ ვიდრე თქვენ საკუთარ თავებს. ღირსება დაიცავით, თორე ხა ნიკამელია რო არ გაინტერესებთ გასაგებია. იზინე მომისმა ხელი დაუწყა მაგიდაზე წინა დღეს და თქვა რომ მელია უნდა წავიდეს ციხეში. და ამისათვის იმუნიტეტი მოიხსნას და შემოვიდნენ პროკურორი ერთი დახვდათ 93 პროკურორი და გააკეთეს ის რაც გააკეთეს. არავის არაფერი არ წაუკითხავს ახლა 3 სექტემბერს საფრენდა გამოვა და მივალ პარლამენტში და დავესწრები საპარლამენტო სხდომას და ალბათ იქაც მექნება შესაძლებლობა გავესაუბრო ჩემს კოლეგებს, რომლებმაც მიიღეს ეს გადაწყვეტილება, თუმცა ნიშნის მოგებას ნამდვილად არავისთვის არ ვაპირებ. აღნიშნული აბსოლუტურად არ არის ჩვენთვის გასაკვირი, მაშინ როდესაც ნიკანორ მელიას ბრალდების საქმეში აბსოლუტური ფექტქვეშ არის გათელილი საქართველოს კონსტიტუცია, მოქმედი საქართველოს პარლამენტის წევრს შეზღუდული აქვს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები და ამ ფონზე ასე ვთქვათ, პროკურატურის შუამდგომლობა პარლამენტისადმი და იქ გარკვეული შეუსაბამობები საერთაშორისო სტანდარტებთან მიმართებაში ჩემთვის აბსოლუტურად არ არის გასაკვირი. ფაქტი არის ერთი, ეს იყო აბსოლუტურად ფორმალური პროცედურა. არავის არ აქვს ილუზია იმისა, რომ პარლამენტში ვინმე სიღრმისეულად განიხილავდა ამ დოკუმენტს და ეს არის მეტყველი რაზე, რომ როდესაც არსებობს პოლიტიკური დაკვეთა, ყველა სახელმწიფო სტრუქტურა, მათ შორის პარლამენტი, საქართველოს პროკურატურა და სხვა სტრუქტურები არიან ჯაჭვში ჩამდგარნი, რომ რაიმენაირად შესრულდეს ეს პოლიტიკური დაკვეთა და ის, რომ ნიკანორ მელიას ბრალდების საქმე არის პოლიტიკური დევნის ერთ-ერთი გამოვლენა, ამაზე უკვე კითხვის ნიშნები აღარ არსებობს. არავით არის შემხებლობა ამ საქმეს სამართალთან და სამართლებრივ პროცედურასთან არ აქვს. დიახ, მე შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას ბრალი წარუდგინა მთავარმა პროკურატურამ 20 ივნისის ღამის მოვლენებთან დაკავშირებით დეპუტატს ედავებიან სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას და არეულობისკენ ხალხის მომიტინგეების წაქეზებას. მას პრინციპში მისჯილი აქვს შინაპატიმრობა, როგორც ჩვენ დღეს ნიკა მელიამ გვითხრა, პირველივე საპარლამენტო სხდომაზე, რომელიც უნდა გაიმართოს სავარაუდოდ 3 სექტემბერს, ის აპირებს მისვლას.